და დღეს რაზე ვისაუბრებთ ჩვენი შოუს პირველ ნაწილში? გადავწყვიტეთ დღეს ვისაუბროთ ცხოვრების ჯანსაღ წესზე. აბა რა. ცხოვრების ჯანსაღ წესზე გადავწყვიტეთ საუბარი. ვარჯიში, კვება, რაც იგულისხმება ცხოვრების ნერვების არაშლა, ესეც მნიშვნელოვანი შევიდე, რა თქმა უნდა. შენარჩუნება. ხო და მოკლედ დღეს აი ამ რაღაცებზე ვაპირებთ საუბარს და ვიდრე გადავალთ და მაყურებელს აუხსნით ჩვენი აზრით რა არის ცხოვრებაში. ჩვენ თავად როგორ ვართ რა? აი მე მაგალითად ასე თუ ისე დიდად აქტიური მოვარჯიშე ვერ ვარ, მაგრამ აი დავარბივარ, რაღაც მსუბუქ ვარჯიშებს ასრულებ ხოლმე და ნუ მოტოთიც საქმეზე დავარ თუ ანუ სპორტით. არა, სირბილი. მსუბუქი სირბილი. შენ? ნუ მე ხა კალათბურთი იცით რომ ძალიან მიყვარს. შეამშინებდით კი. ხო და კალათბურთი ძალიან მიყვარს და ნუ თამაში ხომ კალათბურთს. რა თქმა უნდა, კალათბურთი. მე ვარჯიშობ? კი, რეგულარულად ვარჯიშობ. ახერხებ რეგულარულად. მაგრამ ნუ ახერხებ კვირაში ერთხელ. ყოველ ორშაბათს აქედან გამორბივარ ხოლმე, როგორ გამორბივა? ეხაც არის ჩემი ვარჯიში. შენ ვარჯიშო? კი, ეხლა შხაპს გადავილებ და მოვარჯიშე. ხო, ჩვენ საერთოდ მაყურებელმა შეიძლება არ იცის, მაგრამ ჩვენ აქ ცხოვრობთ ზოგადად. კი. ხო. ასე რომ შედის აქ. გაკეთდა? გაკეთდა? ნუ მოკლედ ეგეთი ამბავი გვაქვს მეგობრებო. კი, და არ გიცდია შენ რომ სატრენაჟორო დარბაზში რო ივარჯიშო? კი. ხო, ისე მართლა. 4-ჯერ 5-ჯერ მაინც მიფიქრია რომ წავსულიყავი სავარჯიშოდ, მაგრამ მე სასწაულებიო იქ ნათლობავ იქ რაღაც გართობავ მე ესე გარბის რა, ნე შემდეგ ორშაბათს და ანუ გიფიქრია, არ ყოფილხარ, მაგრამ ნუ ფიქრით გიფიქრია? სისტემატურად ფიქრია. ამასაც სისტემატურად ხო არ აკეთებ? სადე ვანიკო? სადე, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ რომ შენსას იქ იპოვი, იქ ხო 1000-ნაირი რამე ხდება. სატრენაჟორო დარბაზში რა. რას ვიპოვი? აი მაგალითად ეხა გეტყვი რა ისინი გაქვს რა ქვია, არჩევანის საშუალება. ხო, რა თქმა უნდა, აი მაგალითად იქ ხო ვარჯიშობ ძალიან ბევრი ხელით, ფეხით, შტანგით, ხო დარბიან ბილიკებზე არა, რაღაცნაირ ბილიკებზე და კიდე თითითაც ვარჯიშობენ მაგალითად. თითით? თითით. ხელით არა. ხო, რატო იცი რა მაგალითად რომ გაცდები შტანგას, რომ გაცდები ქსარბენ ბილიკს, რომ გაცდები კიდე 1000-ნაირი სხვა სავარჯიშო საშუალებებს, იმ ბურთებსაც, ხოთა შორის რომელსაც მოჭიდებული არის. აი მერე შეგვიძლია დადგეს სარკესთან, ეხლა თითით ვარჯიში რა, დადგები სარკესთან, აიღებ ესე თით გააკეთებ, უნდა წამობზიკო უკან ტრაკი, კერდი გამოწიო წინ, ერთიც გაგდა მეორეც, თან შვენი. არ უჩივი არანაირად, წამობზიკავ და მე ისე უნდა გააკეთო, ტელეფონს რო დაჭირო, ეს ყველაფერი უნდა ჩანდეს. ერთ კადრში. რა თქმა უნდა, შენივე ყველაფერი ჩანს და მე აი ამ თითს იღებ ესე და კი. სხვათა შორის იქ მართლა გეუნები, ეხლა წინაზე რო ვიყავი, იქ 10 კაციანი ჯგუფი არის, რომლებიც დგანან და ეს აკეთე მარტო თითითავის ვარჯიში. პატარა გირები აქვს ესე და არის პატარა გირების ბევრნაირი რაღაცა არის. სხვადასხვა ინტერესთან სფერო არის იქ რო იცოდე რა. კი, კაი აზრია ეგ. კი, ვაკელი გოგოები მაგალითად ვარჯიშობენ ამაში. შენ აბათ ხო არა, ხო ნახო აქ აქვს რეზინა. და ესე წერა. შენ აბათ ხო არა ხარ. აბათ ხო არა ხარ და ნუ მოგეთ ამას რომ მოიხსნი მე როგორი მსუბუქი ხდება ყველაფერი. ამის ვარჯიშები თუ არის, აი შენ პროსტა აზზე ხარ. შენ ნორმალური ხარ, ესეც მიდი, შენ ნორმალური. ანუ აქაც ჯგუფს გაიკეთებ და ამას წერავს. ვარჯიში წარმოთქვი წერა. ეგ არ ვიცი, მაგრამ კი, ნუ ბირჟაც არის ძველი ბიჭები, ჩაკუზულები არიან მაგალითად, ისინი მაგაში ვარჯიშობენ. მე მომხრევა რომ საერთოდ რაღაცას რომ ვარჯიშობ ცხოვრებაში ხო უნდა გამოგადგეს. ყველასთვის იყოს მოკლედ. ყველას ინტერესები არის დაცული სატრენაჟორო დარბაზში. და ასევე კიდე სახეობები 1000-ია სპორტის, მაგრამ მაინც და მაინც დარბაზში თუ არ გინდა სიარული და იქ არჩევანს ვერ გააკეთებს, ყველა სპორტის სახეობებზე იული და ასე შემდეგ. მაგრამ ყველაზე საინტერესო რა არის ისეთ მეგობრებო, თან დამაინტერესა ეგზოტიკური დავარქვა ამას თუ არ ვიცი რა დავარქვა სპორტის სახეობა. ხო არის კლასიკური სახეობა, რაც ყველამ ვიცით. არის კიდე სპორტის სახეობები, რა ძალიან იშვიათია, რომელიც რაღაც ქვეყნებს შეიძლება არსებობდეს, შიდა ჩემპიონატი იყოს. არის ასევე საერთაშორისო. ერთ-ერთი ძალიან უცნაური ესეთი შეჯიბრი არსებობს მართლაც, ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებიან და ამ ასე ვთქვათ სპორტის სახეობას, ამ შეჯიბრს აქვს ესეთი სახელი. ციყვი შარვალში. ესე ქვია რა. და მოიცა ციყვი შარვალში. ვის ციყვი და ვის დათო. სიმართლე გითხრა, როგორ სწორად ჩვენი არა ითარგმნება ქცვინია. ქცვინი შარვალშია სინამდვილეში, მაგრამ ნუ მოი ციყვი ვთქვათ, ჩვენ იმიტომ რომ ქცვინი შეიძლება ვერ მარჯვენას. ეხა გეტყვი. ქცვინი, ნუ ციყვის ბიძაშვილია რა. ციყვის ბი წარმოიდგინე. ღრნელია დიდი საკალიფორი კბილით და ფუფულაკუდი ექნება. თამაშის არსი რაში მდგომარეობს? აი ამ ქცვინი შარვალში თუ ციყვი შარვალში. არის მსაჯიც გავს ამ სპორტს. დგება ადამიანი და ისვავს შარვალში ციყვს. შეერციყვს. დგება მსაჯის წინ. იმარჯვებს ის, ვის შარვალშიც
ვინც უფრო დიდხანს გაუძლებს შარვალში ამ ქცვინს რა. ხო, დრო ინიშნება. ანუ გამოწეული გაქვს შარლის უბე, ეს ციყვი თუ ქცვინი გიჭირავს, საფართხალებს, საჯი უჭირავს ეს წამზომი, დავიდა დრო ჩააგდებ ამას და ვინც უფრო დიდხანს გაუძლებს, კბილები დაცლილი აქვს იმ. არა, კაცო რა. რატო მე მგონია რომ ზოგადად მოინდომა. მე მგონია რომ გველზე. ვარჯიში და სიამოვნება ერთმანეთს არ გამორიცხავს რა. არა, მე კეთახმები. რატო მაგარია? ვისთვის რა არის სპორტი ის ახლა მაგალითად კუსტბაზე რო დავდივარ ხოლმე სავარჯიშოდ გათასნაირი ტიპი იჭდება. ვიღაცისთვის ვარჯიშობენ. ხო, ჩემი მეზობელი ერთი დადის ხოლმე, მანქანი დადის. ხო. დილით ნარს თამაშობს, გივი სიხარულიძესთან მე მანქანით ჩამოდის. და მე მეუბნება რომ აუ მაგრა დავიღალე ავედი ჩვენთვის აი მონარდის ტანზე ხარ? ხო, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ეგ არის სპორტი, მაგრამ კიდე რა არის, იცი რომ იქ ძირითადად დადიან ხოლმე, ამ თითქმის არავინ არ დარბის რა და ორი ძირითადად აი რაზეც ყურადღებას იქცევენ ხოლმე ეს არიან ადამიანები რომლებიც ვარჯიშიდან კერიღამე ჭორაობისგან იღლებიან და რომ დადიან ხოლმე ეხლა თან როგორია რომ ჭორაობ ეს ხო დაჭიმული აქვს ხოლმე რომ გოგო იმის ისა ესენი ცალკე ვარჯიშობ მე ისე იღლებიან ამობენ ხოლმე რომ გოგო დავიღლე და თემა ხო არ შეცვალოთ იმიტომ რომ ჭორაობისგან იღლებიან ხოლმე ყველაზე მაგრამ მე უკაიფე იმ დღეს ვიყავი ასული და მეგობარია ჩემთან და ვიღაცა შეხვდა და ელაპარაკება გესმის და ბიჭო რაღაცაზე უთხრა თქო რაღაც სასაცილო უთხრა რა და მეც იქ დავარ და ეს ტიპი უცებ იროდა და თან ეს აგზელებს გესმის და ეს ხელი აქ მე თქვი ცუდად არის ბიჭო გაჩერდი რა ხდება მეთქი და მე რომ დავიშალე თქი რა ჭირდა შეჭი მომიშალე იმდენ სვავსო რომ აქ დაზე ორგანოები ტკივაო და რომ როაცინებო ცუდად არის წარმოიდგინე კარგი ბიჭო ცხოვრებაში ნახე პირველად ესეთი სიცილი დედეს კარგი რა მოკლედ სპორტებზე აი წეღან რო ფიქრობდით რომ ბევრნაირი სპორტის სახეობაა ქართველებს ხო ქართველებს საერთოდ ცხოვრების ჯანსაღი წესი ხა ქართველობა მე თუ მკითხავ უკვე სპორტია ხო იმიტომ რომ ნუ აქტივ მიყვარს რა ქართველებს შეიძლება ამ ეტაპზე დიდად ვერ ვართ გათამამებული სპორტის სხვადასხვა სახეობებით მაგრამ ნუ მე ვფიქრობ რომ სპორტში ყოველთვის ვიყავით ახლა რომ რაღაც სახეობებში ძალიან მაგრები ვიყავით მაგრამ აი არის რაღაც სახეობები რომელიც ჩვენ შეგვიძლია მაგალითად შევქმნათ რა რაღაცეები მოვიფიქროთ რა შეიძლება ვარ ჯერ გავაკეთოთ საქართველოს ჩემპიონატები შემდეგ გავიდეთ საერთაშორისო ჩემპიონატზე გავიტანოთ ეს სპორტის სახეობები აი მე მაგალითად მოვიფიქრე ძმაო ჩვენ ქართველები ხომ ნუ ძალიან რაში ვართ ძლიერები ამაყი ხალხი ვართ სიამაყეს შესაბამისად ძლიერები ვართ მე მოვიფიქრე რომ სიამაყის ჩემპიონატი ჩავატაროთ ეამაყე მეტოქეს ეგეთი ხო ძმაო ძალიან მაგარი ჩემპიონატი აი წარმოიდგინე ეამაყე მეტოქეს რა მაგალითად ეხა რა ხდება ბიჭო წარმოიდგინე საქართველოს ჩემპიონატს ხო ვატარებთ რა შემდეგ უკვე საერთაშორისო ჩემპიონატი კეთდება და ნუ ჯერ აქ ჩავატარებთ საქართველოში ჩამოვლენ. აი წარმოიდგინე, ვინ ჩამოვიდა, მაგალითად ჩამოვიდა ვიღაც შვედი მაგალითად რა და იწყება ჩემპიონატი. ჯერ პირველი ეტაპია სიამაყეში რა. ლაითებით ვიწყებთ თავიდან რა, ადვილი რაღაცებით ვიამაყები. რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ. მერე იქეთ გადადის რა. ის გეუბნება შტირი ოქტერკით. ხო, ნუ ანუ ის გეუბნება რომ შვედეთში ჩვენთან ადამიანების უფლებები ზედმიწევრით არის დაცული. მაგალითად გეუბნება რა. მერე შენ გადმოდიხარ აქეთ. ჩვენ რო ჩოხით დავდიოდით, თქვენ ფოთოლაფარებული დარბოდით. ის რაღაცას გეტყვის იქნება იცით ჩვენი სასამართლო სისტემა დახვეწილია და ჩვენ ძალიან მაგარი სასამართლო სისტემა გვაქვს მე არტულებ ახლა ცოტა ნახევარ ფინალისკენ და სადღაც უკვე ბაბუა ჩემს თქვენი ხნის მუხა უდგას ეზოში თქვენი ქვეყნის ხის თქვენი ქვეყნის ასაკის მუხა უდგას ეზოში და მე ნელა ესე ვართულებთ რა ამ ფრაზებს შეგვიძლია აი ფინალში მე ვფიქრობ დაახლოებით აი სიამაყის ჩემპიონატში თან წარმოიდგინე ფინალი სიამაყის ღია მსოფლიო ჩემპიონატი ღია იქნება ისედაც თავისთავად მსოფლიო ჩემპიონატი მარცხენა კუთხეში სიტყვაზე ვიღაც შვედი შვედეთის ორგზის ჩემპიონი სიამაყეში მარჯვენა კუთხეში საქართველოსდან ოლიმპიური ოქროს მფლობელი სიამაყეში ვიღაცა მაგალითად გივით ეხლა და ეს ორი ხვდებიან ერთმანეთს და ფინალში მე ვფიქრობ რომ აი ტოპ ფრაზა გვექნება უკვე ფინალს რა ფრაზით მოვიგებთ ხო იცი ჩვენ სიამაყით ვიტყვით რომ ჩვენი ხალხი ვართ ქართველები რომლებმაც მიწების დარიგების დროს ღმერთთან დავაგვიანეთ მაგრამ ღმერთმა მაინც საუკეთესო მოგცა რაც თავისთვის ჰქონდა გადანახული თქვენ ყოფილხართ თუ ის ყოფილხართ და აშუ სიამაყის ჩემპიონატის კიდევ ერთი მსოფლიო თასი საქართველოში რჩება და ნუ არ არის კი სხვადასხვა კაი იდეა მე კიდე ერთი იდეა მაქვს
მე გთავაზობთ რომ გავაკეთოთ ტრახის ფედერაცია. და ის რაღაცნაირად ვინ მოგიგებს ტრახში? ეხლა შენ წარმოიდგინე მსნელი დგას და ტრახში ხომ მიდიხარ და აი ტრახის მასწავლებელი დგას. რა მაგარი სპორტია ბიჭო. ტრახის მასწავლებელთან მიდიხარ და პირველი რაც იქნება რომ გასწავლის რა მაგალითად რა გააკეთო ტრახი როგორ იწყება ხოლმე რომ ეს ხო დგახარ. აი ეგრო იყოს პირველი ვარკის სამრგი ამას იმეორებ. ეგ ისა მოკრივეები რომ მიდიან ხოლმე და მუშწუ. ავენ ეგ იქნება. ეგრე იწყება. ესე მიესალმებინეთ ერთმანეთს. მომესალმე შე როგორ აკეთებ? აი მოდი აქ ხო ესე ვესალმებით ერთმანეთს. იაპონელები მომინდა უკვე ჩავე სპორტში ჩავე. ესე ხო ესალმებიან კარატის რო. აქ სხვანაირად. სად ეხა მოდი ეხა პარალელურად. ვესალმეთ. მიდი იქით. დაიწყეთ. შე და მე რო დგებით ამ და მე იწყებ რა. მაგალითად სერიოზული ილეთია მაგალითად ჯიბეში გაქვს ხელი ჩაწყული და ახლა რომელ სპორტში გინახავს? ეს ხვალებელია. აი სპორტია რა მარტო ფეხებით რო ჩქო. მარტო ფეხებით ხელის ამოღების უფლება არ გაქვს რა. აი ეგ არის ჩემი საყვარელი. აქ რო ბუთი გეჭირება. მე ვფიქრობ რომ სპორტი მნიშვნელოვანია და ჩვენ თუ გავაკეთებთ ტრახის ფედერაციას ჩვენ დიდი წარმატებები გვექნება ტრახში ვერავინ ვერ მოგიგებს მაგის გარანტიას გაზრდით. სხვათა შორის ეხლა მე მგონი ხელა საქართველოს ნახა ახლა ეს და მე ვფიქრობ რომ უკვე ხალხი ვარჯიშობს. ხალხი ნავარჯიშებია. თაობა განსაკუთრებით ტურნირი გჭირდება. ძალიან ტურნირი გჭირდება და განჩენ ყველაფერი. ყველას გვაქვს ფედერაცია გვინდა შევკრიბოს და დავაი ტრახის საერთაშორისო ფედერაცია. ეს ერაძე რომ მოდის ჩემთან ინტერვიუზე, ეხლა ჩვენ ჩაგვერთება ტრახის ფედერაციის პრეზიდენტი ილია ვერაშვილი. ნუ რავი ეხლა მე ვფიქრობ რომ სახელმწიფო საერთოდ არაქცევს ტრახს ყურადღებას. აუცილებელია ჩაიგოს. როდემდე უნდა იყოს პრიორიტეტული ჭიდაობა. ხო, დიახ. საქართველოს ნაკრებმა გერმანიის ნაკრებმა დაამარცხა. არა, გერმანიის ნაკრები ტრახში გაპირდა. მაგარია. იმაზე იცი რა აზრი მაქვს მე და რა მაინტერესებს სწორი კვება რა არის? აი რა უნდა ვჭამო? სწორი კვებაში მარტო რა ეხა ისეთნაირად კითხულობს because აი სწორი კვება ნიშნავს სწორ კვებას მაგალითად სცენარიული საკვების სიტყვაზე ბროკოლი, რაღაც ისეთები სატაცული, ჭინჭარი bro. ჭინჭარი იყოს თუნდაც რაღაცა კომბოსტო, სტაფილო, არშევა, სწორი კვება ხო? ხო ძმაო რა ვფიქრი იცი? აი თქვენი სწორი კვება მაგარი არასწორია. აპროტია რა კომბოსტო და რა ბროკოლი. მართალია. ხაშლამა. ani ყარის ხაშლამის მოყვარულთა კლუბის პრეზიდენტი მეგობრებო. სწორი ეგ არის ესე მართლა. ხო არა. სწორი კვებაში შეგვიძლია იმას. რა არის ესე პრინციპში სწორი კვებაო რო ვიძახით ახლა ბროკოლი და სატაცული და რაღაც. ჩვენ ვართ ქვეყანა სადაც ნახე აი ეს ფრაზა მაგალითად ძალიან გვიყვარს ხო? ღვინო დუდუკი ქალები ფრაზა ეხა ღვინო დუდუკი ქალები რო ჩაანაცვლო რაღაცა იმით რა ფრეში სატაცური და ქალები ფრეში ბროკოლი ქალები არის ღვინო სატაცური ქალები როგორი ინტონაციით იტყვი მაგას აქვს მნიშვნელობა შეიძლება თქვა ღვინო სატაცური ქალები მაგრამ თქვა ღვინო სატაცური ქალები მაინც არ გაიში მაინც არ არა შეგიძლია ღვინო დუდუკი ქალები თქვა სხვანაირად ღვინო დუდუკი ქალები აი ესე ეგეც ხო არ ჯდება არაფერში ღვინო დუდუკი ქალები კარგი საინტერესო გადავიდე ოდის გიხდა რაზე გადავიდე რა ვიცი დიეტაზე ვიტყვი რამეს რა სიტყვი დიეტაზე აი რამდენიმენაირი დიეტა ვიცი არის სამდღიანი დიეტა დიეტების სხვადასხვანაირი არის ქორწილის წინა დიეტა შეყვარებულის ოჯახი რომ უნდა გაიცნო იმის დიეტა ზღვაზე რომ მიდიხარ დასასვენებლად იმის დიეტის დაწყების წინა დიეტა და ყველაზე მაგარი დიეტა არის კლუბური დიეტა შენ მაგ ეგ დიეტა გავლილი ახლა ერთ წამში ხდები რა ხო ერთი თეთრი ფქვილი უნდა ფქვილის დიეტა ხო და ეს უკვე რა ეს ხდება ერთ დღეში აღარ გააგრძელო ერთ ვიკენდში ეს ის არის მეგონა იმის გაკეთება საპირეები უშუალო რეცეპტის აღწერა მოკლედ იქნებით კარგ ფორმაში ხო ეხლა კლაბინგის დიეტაზე კი არიან ადამიანები მთელი სოფლიო კლაბინგის დიეტაზე ვართ არა ჩვეულებრივი დიეტა ზომიერად თუ გამოიყენო ზომიერად უკვე მე შეიძლება იყოს ხო ბავშვებო არაფერი არ გაიმეორე არც ერთი რაც თქვი იქ ცნობილი დიეტა მე ძალიან ცუდი ცნობილი საქვეყნო დიეტა ვიცი მე მეგობრებო აი ყველამ იცით ეს აქ ვინც ხართ ეს დიეტა ყველამ ვიცით აბა ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ცნობილი დიეტაა ეს სახალხო ქართული სახალხო დიეტაა სხვათა შორის იწყება მე გეტყვით როგორ კეთდება ეს დიეტა იწყება სადღაც თვის შუარიცხვების შემდეგ და გრძელდება ხელფასის აღებამდე ვახ როგორია
ნეტა იცოდეს მაყურებელმა ეს როგორი აქტუალურია კონკრეტულად დღეს. ყველაზე კარგი. ხო და მოკლედ აი ეს დიეტა რომელიც იწყება თვის ბოლოსკენ და ხელფასის აღებამდე გრძელდება არის ესეთი ქართული ხალხური დიეტა არის რომელსაც ახლა სხვათა შორის ყველა დიეტების სახელები ხო აქვს ხოლმე ამის დიეტა იმის დიეტა იმის და ამას შეგვიძლია დავარქვათ ამ ეტაპზე უწევს ქართული ოცნების დიეტა. შემდეგ ვიც მოვა იმის დიეტა იქნება თორე ეს დიეტა კი არ გაქნება კაცო. რომ უბრალოდ დიეტების სახელები შეიცვლება ხოლმე. დიეტა ამ ეტაპზე დიეტა რჩება მეგობრებო. აი ეს ჟანრი რასაც მე გეუბნებით. მოკლედ მე მგონი იმდენი ვისაუბრეთ ახლა ამ თემაზე რომ ფორმაში ვარ უკვე. მე მაგარ ფორმაში ვარ. აი ეს იმდენი ვილაპარაკეთ ამ ყველაფერზე მაგარ ფორმაში ვარ. მოდი ვარიკო დავამთავროთ ეს პირველი ნაწილი და გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე. მიდი ამოიღე ტელეფონი. წავედით. ტელეფონი ადგილზეა. ესე იგი ახლა გადავწყვიტეთ ესეთი ზარი გავაკეთოთ დავრეკოთ ერთ-ერთ ტრენერთან, ინსტრუქტორთან, ფიტნეს ინსტრუქტორთან, რომლის ნომერიც მოგცეს, რომელიც ერთ-ერთი ასე ვთქვათ ბოლო ორციფს არ გეუბნები. ალბათ ცნობილი ინსტრუქტორია ან არ ვიცი რა არის. და მასთან დავრეკავთ ნომერი მითხარი იქამდე. ერთი წუთით. 27 28 ბოლო ორციფს არ ვასახელებთ. ფიტნეს. აი, ესეთია ბოლო ორციფი. ოპა. ნეტა გავიდეს. გამარჯობა, საგამშვიდობთ. თქვენი ნომერი მოგცეს ვარჯიშთან დაკავშირებით, თქვენ ინსტრუქტორი ხართ, ფიტნეს ინსტრუქტორი, ხო? ხო, რატო გირეკავთ? თუ გაქვთ 2 წუთი რომ დაგელაპარაკოთ. კი. ვარჯიში უნდა ერთ-ერთ პოლიტიკოს, ძალიან ცნობილ პოლიტიკოს და ალბათ არ იქნება, ხო? ეს კონფიდენციალურობას დავიცავთ, ხო, რომ მე გითხრათ სახელი და გვარი ვიზია საუბარი, ვინ უნდა ავარჯიშოთ. მოკლედ, თქვენ უნდა ავარჯიშოთ ნიკა მელია. კი ბატონო. ხო, ნიკა მელია, რომელს ნიკა მელიას მოკლედ ნიკას სჭირდება ვარჯიში და ეხა ხვდებით ხო ალბათ თქვენთანაც შეიძლება თავისუფლად მოვიდეს დარბაზში, მაგრამ ნუ ახლა ამ შექმნილი სიტუაციის და ვითარების გამო დაწყის ეტაპზე სასურველია რომ მასთან პირად თავის დარბაზში მოხვიდეთ თქვენ და ნუ ერთი მაქსიმუმ თუ დაგჭირდება ეს დიდი რეზინის ბურთები რო არის, აი ეს რომ წამოიღოთ 1-2 ცალი და დანარჩენი იქ არის ყველაფერი, სარბენი ბილიკი, ხალიჩა და ასე შემდეგ. და ერთი იცით რა არის ახლა მე გეტყვი ახლა უყურეთ წონი და ფორმის დაბრუნება უნდა, იმიტომ რომ ის სისტემატურად ისედაც ვარჯიშობდა ყოველთვის ჯანსაღი წესით ცხოვრობს, ცხოვრების ჯანსაღი წესით, მაგრამ ეს თვეები ახლა იცით რომ მოუწია დასვენება რაღაც მიზეზების გამო არ იყო ფორმაში რა და თქვენთან რომ მუშაობის დროს ერთი თხოვნა რაც მაქვს მე ახლა ნიკა თავად დარეკავდა ამაზე, მაგრამ ნუ მე რას ვათანხმებ რა ძალიან ისეთია სენსიტიურია რაღაც საკითხებთან გამხდარი რა და აი ვარჯიშის დროს თქვენ თუ შეგიძლიათ როდესაც აი თქვენ მოტივაციის ტონით ესაუბრებით ხოლმე რომ აბა ჩაჯდა გააკეთა ბუქნი აი არა ერთი წუთით ეს არ გვინდა არა ერთი წუთით მომისმენ ხო არა ეს არ გვინდა სწორედ ეს ტონი გვინდა რომ შევცვალოთ და თუ შეგიძლიათ რომ ესაუბროთ უფრო აი ძმაოთი რომ მიმართოთ და უთხრათ რომ აი მაგალითად ხო არის აი რომ სადაც ჩავიკუზეთ ავდექით აი სიტყვა ჩავიკუზეთ არ უხსენოთ იმიტომ რომ ამაზე ალერგია ემართება შეიძლება რაღაც გადაგამტრიოთ თავზე და უთხარით უფრო რომ ჩავჯდეთ ძმაო და ესეთი რაღაც ტერმინებით ეხლა შეიძლება სასაცილოდ გეჩვენებათ მაგრამ ნუ რო ნახავთ თქვენ თვითონ მიხვდებით რომ ცოტა სხვა იმაზეა რა ტალღაზე იმედია შეთანხმებული იქნება პარლამენტართან არ მინდა პრობლემებში გავხდეთ მოკლედ შემოძმაო თუ მაგის ყველაფერს დათვალეთ ეხლა მე გეტყვით თავარი მიზანი რა არის რაში უნდა ვავარჯიშოთ რა სიმაღლეზე ხტომაში შეგიძლიათ ვავარჯიშოთ კი რა თქმა უნდა სიმაღლეზე ხტომა დაახლოებით 3 მეტრანახევარზე რო გადახტეს სიმაღლეში რომ ამ სიმაღლეც არის პარლამენტის ჭიშკარი აი მას გვინდა რომ გადაახტეს 3 მეტრი ან ჭოკი ხო არა გაქვთ ჭოკი რომ ჭოკით ან ჭოკი ხო არა გაქვთ რომ მაგალითად ჭოკით ხტომაში თუ ავარჯიშებთ ჭოკით ხტომაში უკვე ოლიმპიადაზე გამყავს ვისაც ავარჯიშებ მოკლედ შემოძმაო არ ვიცი რანაირი კაცი ხარ მე ალბათ ადამიანი ხარ მეგობარ არ ვიცი შემოძმაო რაღაცნაირი უცნაური კაცი ხარ ინსტრუქტორი გახარ არაფერმა არ გაგვირვა მე მოკლედ რაღაცნაირად მეგონა რომ ცოტა დაიბნეოდი და მეც რაღაცა სხვა მხარეს წავიდოდი მაგრამ რომ მე თქვა შპაგატში უნდა ჩასვა პირველივე დღეს მეთქი არა მაქვს პრობლემაო მეტყოდი და მოკლედ ნამდვილი პროფესორი არ ვიცი მოკლედ თავარი ბიჭებიდან გირეკავს თავარი ბიჭებიდან არის ეს ხუმრობა
მადლობა მეგობრობისთვის პატივისცემა, აქედან არ ვიცი, ვიყურებ თუ არა ეთერში, დაგემშვიდობებით ტელეფონში, მეგობრობა და პატივისცემა. მადლობა. მადლობა ძმაო. მადლობა ჩემო ძმაო, მე მგონი ჩვენზე მე ხუმრობის ხასიათზე იყო ეს კაცი ამასთან არაფერი არ გამოვიდა. მაგრამ რა ვქნათ, ნიკასთვის რაც შეგვეძლო, ცადეთ. ყველაფერი მზად არის.